საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული კვლევების სანდოობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუკი 2012 წლის წინასაარჩევნო გამოკითხვების პრაქტიკა კვლავ გაგრძელდება. Ამ საკითხზე იმსჯელეს სასტუმრო რედისონში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრას უცხოელი და ქართველი ექსპერტები დაესწრნენ. ეკომარის ასოციაციის წარმომადგენელი კეტრინ ფრანკოვიჩის განცხადებით, ელექტორატის საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა 2 კვირით ადრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ციხის კადრების გასაჯაროება მიქონია. ამიტომ ანგარიში მოცემულია მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონდეთ. თავარის ის არის, რომ არ უნდა ხდებოდეს დისკრედიტაცია საზოგადოებრივი აზრის კვლევისა. და სამწუხაროდ ეს გარკვეულ შემთხვევებში ხდება, როცა იწყება ურთიერთბრალდებები და პოლიტიკური მიზნით ამასთან შედეგის გამოცხადებაზე საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ძალიან კომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივ კვლევებზე მუშაობს, გარკვეულწილად ერთმანეთში შეთანხმდეს მეთოდოლოგიაზე, გამოკითხვის ძირითად პრინციპებზე, იმისთვის, რომ ესეთი მნიშვნელოვანი განსხვავებები სამომავლოდ აღარ იყოს მათ კვლევებში და საზოგადოებაში გაიზარდოს დობა საერთოდ საზოგადოებრივი კვლევებისა და სოციოლოგიური გამოკითხვებისადმი. კვლევის ძირითადი მიზანი იყო შეგვესწავლა, რამდენად სწორად ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ოქტომბრის არჩევნებამდე. რა მეთოდოლოგია იყო გამოყენებული. გარდა ამისა, ჩვენმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ციხის კადრებს ნამდვილად ჰქონდა გარკვეული ზეგავლენა თავად არჩევნების შედეგებზე და ამიტომაც აქ შეიძლებოდა გარკვეული მიკერძოებული აზრი შექმნილიყო. ასევე აღსანიშნავია, რომ ძირითადი მიზანი ამ კვლევის იმაში მდგომარეობს, რომ შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის გარკვეულწილად დაისინჯოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზატორების მიერ გამოყენებული მეთოდები. გარკვეული სახის ინფორმაცია ნამდვილად უნდა იყოს გასაჯაროებული. ეს არის ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. ასევე ცნობა, ვისი შეკვეთით მოხდა კვლევის ორგანიზება.